მძღოლების პროტესტი ფოთში, მალთაყვის უბანში 50-მდე ტრაილერი დგას. მათ მძღოლები აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია გადაადგილების საშუალებას არ აძლევს, მიზეზი კი უცნობია. მძღოლების საკვების და პირადი ჰიგიენის ნივთების არარსებობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვას სარფის საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით ხსნის. უწყების ცნობით, მძღოლებს მოძრაობა ეტაპობრივად შეეძლებათ. გზა განთავისუფლდეს, წავიდეთ ჩვენჩეს მის სამარძეს, სადაც ვართ განკუთვნილები რა. რას გეუბნებიან? არაფერს არ გვეუბნებიან. გვეუბნებიან, რომ არაფერი არ ვიცით. ზევიდან აგვაქვს დავალება. მეოთხე დღეა დღეს, რაც არც საკვებია, არც წყალია, არც განათება იყო წუხელის. მიდის სხვა მანქანები, სხვა კუთხიდან, სხვა რეგიონებიდან უშვებენ, დატვირთულები ვართ ისევ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, რო ვეკითხებით, რომ რისთვის არ გვიშვებთ, პასუხი არ ვიცით. ბრძანება გვაქვს ზევიდან. ბრძანება არის ბათუმიდან მოსული.